პოლიციის მხრიდან სისტემური ძალადობა და წამება, თავდასხმები ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე გამოხატვისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები. ეს იმ ფაქტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შესახებ მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ამსახველ ანგარიში შეიტანა. 12 აგვისტოს გამოქვეყნებული 2024 წლის ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში ნეგატიური ცვლილებები მოიცავდა ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონისა და ეგრეთ წოდებული ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონის ამოქმედებას. ანგარიში საუბარია დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კამპანიაზეც, რომელიც ხვდავდა გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით. ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს, წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავების შესახებ, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების, მათ შორის მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის, ჟურნალისტების უსამართლო დაპატიმრების და სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ და ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენის შესახებ. მთავრობამ ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დარღვევის ჩამდენ ზოგიერთი თანამდებობის პირთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად და დასასჯელად, თუმცა დაუსჯელობა პრობლემად რჩება. ანგარიშის თანახმად მოქალაქეები, ჟურნალისტებისა და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აპრილიდან ივნისამდე თბილისში ეგრეთ წოდებული უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების, ასევე ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის განმავლობაში პროდასავლური დემონსტრაციების დროს ხელისუფლებამ დაუდგენელი თავდამსხმელები, რომლებიც სავარაუდოდ ქართული ოცნების პარტიის სახელით მოქმედებდნენ, თავს დაესხნენ ათობით მედიის წარმომადგენელს, რომლებიც პროტესტებს აშუქებდნენ. თავდასხმებს შორის იყო ფიზიკური ანგარიშწორება, წიწაკის სპრეის გამოყენება, ცრემლსადენი გაზი და წყლისჭავლი. რამდენიმე ჟურნალისტს დასჭირდა ჰოსპიტალიზება. მათ აღენიშნებოდათ ისეთი დაზიანებები, როგორიც იყო სახის ძვლების დაზიანება, ქიმიური დამწვრობები და ასე შემდეგ. ანგარიში საუბარია სატელეფონო მუქარაზეც, რომლებსაც ჟურნალისტები და აქტივისტები იღებდნენ და მათ სახლებსა და ოფისებთან ვანდალიზმის ფაქტებზე, მათ შორის შეურაცხმყოფელ პლაკატებზე და ავტომობილების დაზიანებაზე. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მთავრობის ოფიციალურ პირებს ძალადობასა და შევიწროებაზე პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ. 7 დეკემბერს 30-ზე მეტი ტიტუშკა, უცნობი თავდამსხმელები, რომლებიც როგორც წესი მთლიანად შავებში იყვნენ გამოწყობილები და სახეები დაფარული ჰქონდათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ მომიტინგეებს, შემდეგ კი თავს დაესხნენ TV-პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს, რომლებიც მათ ვიდეოებს იღებდნენ. ჩიხლაძისა და შეწირულის ცემის შემდეგ მათ შეწირულს ყველა ნივთი წაართვეს. ჩიხლაძისა და თვითმხილველების თქმით, ახლოს მდგომას საპატრულო პოლიციამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა და არ ჩაერია თავდასხმის შესაჩერებლად. ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მიიღეს შევიწროების და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები და იყო ვანდალიზმის შემთხვევები მათი სახლებისა და ოფისების მიმართ, მათ შორის შეურაცხმყოფელი პლაკატების გამოფენისა და სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შემთხვევები. მთავრობამ გამოიძია ამ მოვლენებთან დაკავშირებული მოქალაქეების ტელეფონის ნომრებზე არაავტორიზებული წვდომა. მედია ომბუდსმენმა გამოავლინა უფლებების დარღვევისა და შეზღუდვების 15 შემთხვევა 15 ჟურნალისტთან დაკავშირებით, რომლებიც აშუქებდნენ პარლამენტის წინ და მის გარშემო მიმდებარე საპროტესტო აქციებს. რამდენიმე საერთაშორისო მედია მონიტორმა, მედია ომბუდსმენთან და ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმასთან ერთად 26 ოქტომბრის არჩევნების დროს მედიის თავისუფლების მინიმუმ 30 დარღვევის შესახებ განაცხადა, მათ შორის აღჭურვილობის დაზიანება, სიტყვიერი ან ფიზიკური თავდასხმებით და დაშინება. მთავრობას წლის ბოლოსთვის ეს ცნობები არ გამოუწიებია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მათ არანაირ ტიტუშკებთან კავშირი არ აქვთ. გიავოლსკი ირწმუნება, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა გაცილებით რბილია ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ 2025 წლიდან განაცხადა. მისი თქმით, ამ მოხსენებას ობიექტურს ვერ დაარქმევს და ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ანალოგიურ ანგარიშებს საერთოდ არ უნდა აქვეყნებდეს. ის პრინციპები და ის სტანდარტები, რომელიც გამოცხადებულია 2025 წელს, ეს ბოლო პერიოდში ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ ზედმიწევნით შეესაბამება და თავის სიმკაცრით და სიხისტით მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც ჰქონდა საპოლიციო ძალებს აი ამ დაპირისპირებების დროს. მნიშვნელოვნად უფრო რბილი. ვერანაირად ობიექტურად ვერ შევაფასებთ იმას, რომ პოლიციელს ვისაც ცოცხლად დაწვა მოუნდომეს, ის პოლიციელი დამნაშავეა იმ ადამიანთან შედარებით, რომელმაც მას ესროლა მოლოტოვის კოქტეილი. ვერანაირად აი ამ სტანდარტს
ვერ დავეთანხმებით. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ფაქტობრივად ქართული ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმზე მიწის მიყრა. მათი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ამბობს, რომ ქართული ოცნება სისტემურად ესხმის თავს საკუთარ მოქალაქეებსა და ქვეყანას გამორჩეულად ემტერება საქართველოს პროდასალურ საზოგადოებას. გამოქვეყნებული კრიტიკული დოკუმენტი ოპოზიციონერებს აფიქრებინებს, რომ ოცნებამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა ვერ დაალაგა. როგორც ისინი ამბობენ, ეს ანგარიში მეგობარი აქტის მიღების პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ადამიანის უფლებებზე ფაქტიურად მიწის მიყრაა ქართული ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათხოვრობს ლეგიტიმაციას, მაგრამ ვერსად ვერ პოულობს მას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ნეგატიური ანგარიში, რომელიც ამბობს, რომ ქართული ოცნების რეჟიმი არის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, აპატიმრებს, ჟურნალისტებს, ზღუდავს ყველა ფორმის თავისუფლებას და დევნის თავისუფალ აზრს. ძალიან გრძელი სია მოიცავს ყველა იმ ძირითად ასპექტს, რომლითაც და რომლის გამოყენებითაც ქართული ოცნების ბოროტმოქმედი რეჟიმი დევნის თავისუფალ ქართველებს, პოლიტიკურ ოპონენტებს და მთელს ჩვენს საზოგადოებას. ეს არის ანგარიში, რომელიც რამდენჯერმე ახსენებს ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებს და ქართული ოცნების რეჟიმს ამხელს, როგორც ნაცრისფერ ბოროტმოქმედ კრიმინალურ სინდიკატს. ჩვენ ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში. ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეს არის პირველი ანგარიში, სადაც უკიდურესად კრიტიკული გზავნილებია ქართული ოცნების მიმართ, საუბარია ძალადობაზე, საუბარია მედიის მიმართ განხორციელებულ უპრეცედენტო ზეწოლაზე, რაც ჩემი აზრით პირდაპირ აჩქარებს მეგობარი აქტის მიღების პროცესს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებას არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ აქვს არავითარი შანსი რაიმე სახით ვითარების ნორმალიზების ან ლეგიტიმაციის მიღების. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შემოდგომის დასაწყისშივე მოხდება მეგობარი აქტის მიღება, რომელიც აქტიურად შეუწყობს ხელს ქართულ საზოგადოებას და ამავე დროს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს. როგორც ხედავთ, ფაქტი არის, რომ ქართული ოცნება ამერიკასთან შეპირებულ დაავადებას ვერ ახორციელებს და ეს არის ფაქტი. ეს არის აგერ გადმოცემული სახლების იმ ანგარიში, რაც გამოქვეყნდა აგერ რამდენიმე საათის წინ და აქ საუბარი არის იმ ყველაფერ უბედურებაზე, რაზეც ოცნებამ ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩაიდინა, ხო და ახლა რაც შეეხება თვითონ ამ კონკრეტულ შეფასებას მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ, ხო ესეთი მწვავე ანგარიში საქართველოს მიმართებაში არ ყოფილა და უნდა დაფიქრდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რა დღეს ჩააგდეს ქვეყანა და ზოგადად ყველაფერში უკვე რაც ის მორალური უპირატესობა ქართულ ოცნებას ნაციონალურ მოძრაობასთან ჰქონდა, ეს მორალური უპირატესობა როგორ გაანიავეს. გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2024 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმარჩებოდა და დე-ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები მხარს უჭერდნენ. ანგარიშის თანახმად ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს, თვითნებური დაპატიმრებებისა და დაკავებების შესახებ.